მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა სამყაროს გეგმებით თქვენზე მომდევნო 3 თვის განმავლობაში ავიღოთ პერიოდი და ვნახოთ, აბა საინტერესოა, ხო, რა შეიძლება შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში, ან შეიძლება არ შეიცვალოს, ვნახოთ. ჩვენ ვნახოთ, რა თქმა უნდა, რა გეგმები აქვს საერთოდ სამყაროს. ეხლა მინდა ვნახოთ, გავაკეთებ სიგნიფიკაციას, ვნახავთ თქვენ რა ენერგიებში ხართ, რა თქმა უნდა, რა ხდება თქვენ სივრცეში ეხლა და მერე უკვე ვნახოთ გეგმები. რაც ეხება რა თქმა უნდა, ახლა გოგოები უფრო მეტი მყავს, ხო, აქ ხარხზე დარწმუნებული ვარ და ამიტომ მე ახლა დედოფალს ვნახავ, მაგრამ თუ იქნება რამე ბიჭებისთვის ინფორმაცია, ხო, შეიძლება ბიჭებო თქვენ თუ დაუშვათ რეზონირდებათ, ხო, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ხართ დაუშვათ იმ დედოფლის ენერგიაში, იმიტომ რომ ჩვენში ქალის ენერგიაც არის, კაცის ენერგიაც არის და ამიტომ ახლა მეფეც შეუძლია აჩვენოს დედოფალი, დედოფალს შეუძლია აჩვენოს მეფე. ანუ ქალის ენერგია, ან კაცის ენერგია, ხო? ეს საჯარო გაშლა არის, ამიტომ, აი ასე მიიღეთ, კარგით? ნახოთ ახლა ჩვენ მოვძებნოთ. აჰა. ეგრევე გამოვიდა ხმალების დედოფალი. რა გითხრათ, ეხლა აქ არის როგორი სიტუაცია, შემიძლიათ ეგრევე გითხრათ რა. რაღაცა პერიოდის მთავრდება აქ, უკვე როგორ არის, იცი, ხმალების დედოფალი, როცა უკვე ქალი ისეთ ენერგიაში არის, მე ვიღებ გადაწყვეტილებას ცივი გონებით. კი, შეიძლება ქალი თბილიც იყოს, შეიძლება აი ძალიან ისეთი, თქვათ, ისეთ ენერგიებში, თვითონ ახლა ჩვენ ახლა ვამბობ, ახლა ამ წუთში რა ენერგიებში ხართ, ხო? იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სულ ხართ ეგეთი ცივი. არა. აქ უბრალოდ პერიოდი არის. ახლა ამ წუთში თქვენ ხართ ენერგიაში, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ მორჩა, მე აღარ მინდა უკვე ვიყო იმ ცხოვრებით, არ მინდა ვიცხოვრო, რა ცხოვრებითაც მე ვცხოვრობდი დაუშვათ, როცა მე ყველაფერს ჩემს თავზე ვათრევდი, როცა ყველაფერს მე ვაკეთებდი, მე უკვე ანუ როცა ველოდებოდი, აი ეხლა შეიცვლება, აი ეხლა დაუშვათ სხვანაირად იქნება. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ სიტუაციას, შეიძლება ეს იყოს პირად ცხოვრებაში დაუშვათ, თქვენ ყველაფერს თქვათ მართავდეთ თქვენ ურთიერთობაში, შეიძლება დაუშვათ, აი მეც თქვენ დებდით, ანუ ყოველთვის ცდილობდით, აი ეხლა მე კიდე რამეს გავაკეთებ და მერე შეიცვლება. აი ეხლა მე დაუშვათ, კიდე ჩავდებ ამ ურთიერთობაში დროს, რესურს, ფინანსებს, ყველაფერს, ხო? და შეიცვლება. ანუ ყველაფერზე მე უნდა მეფიქრა და დავიღალე, აღარ მინდა, ხო? აქ რაღაცა უკვე ხართ, როგორ დანახათ ახლა რატო ვთქვი, რომ შეიძლება დაუშვათ იყო თქვენ ახლა ძალიან თბილით და ძალიან ისეთი გამგებიანი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ თქვენ ჩართეთ უკვე ცივი გონება. უკვე მე ვფიქრობ რა გავაკეთო, იმიტომ რომ უკვე ხმალების დედოფალი ეს როცა უკვე ქალი ისეთ მდგომარეობაშია, რომ რაღაცა всё მორჩა, მე უნდა შევცვალო. უკვე აი ის რომ კიდე ცოტა დაგელოდო, აი ის რომ კიდე ახლა შეიძლება რამე შეიცვალოს, არა. აქ უკვე ქალს, აქ ზუსტად ეს მომენტი, რომ მე უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, მე უკვე აღარაფერი ლოდინი აღარ მინდა, მე უკვე, კაი ხანი გელოდე, მოდით ასე ვთქვათ რა. კიდევაც გეუბნებით, ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ურთიერთობას, ეს შეიძლება იყოს სამსახურზე დაუშვათ, თქვენ სამსახური უკვე აღარ გაწყობთ, აღარ მოგწონთ, შეიძლება წინსვლას ელოდებოდეთ, არ მოხდა, ხელფასის მომატებას ელოდებოდეთ, არ მოხდა. თქვენ შრომობდით, თქვენ ცდილობდით მაქსიმალურად დებდით თქვენ ენერგიას და თქვენ ცოდნას, მაგრამ არ მოხდა და ამიტომ თქვენ ვთქვით, რომ მორჩა, აღარ მინდა, всё, მორჩა. და ასეთ გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ და ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ პრინციპში არც დაგჭირდა დიდი ხანი თქვენი პოვნა, აგერ არიან სულ ყველა ვისაც შეეხებოდა ეს გაშლა, ძალიან მიხარია, რომ ჩემს სივრცეში როცა ხართ, ესე იგი თქვენ რეზონირდებათ ყოველთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება აი როგორც ზოგი მწერს როგორც პირადი გაშლა, კი, ეს ასე მუშაობს, იმიტომ რომ თქვენ ხო სულ სტრიალებთ აქ, უყურებთ გაშლით და რა თქმა უნდა უკვე
სივრცე მაძლევს ისეთ კითხვებს, რომელიც თქვენ გაწუხებთ და რომელზეც თქვენ გინდათ მიიღოთ პასუხები. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა გეგმები აქვს სამყაროს, რა გეგმები აქვს. მოდით რამდენიმე კარტს ამოვიღებ და აი ნახოთ, პირველი გეგმა 3 თვის განმავლობაში. 3 თვის განმავლობაში რა გეგმები? ჩვენ რა თქმა უნდა უყურებთ პოზიტიურად, ნეგატივის საკმარისია ისედაც სამყაროში და ჩვენ გვინდა სამყარო, ჩვენ ყოველთვის გვიმზადებს მხოლოდ და მხოლოდ კარგს. მთავარია ჩვენ როგორ ვიღებთ და როგორ სარგებლობთ ამ კარგი გზავნილებით, ხო? ნახოთ ახლა პირველი საჩუქარი, ასე ვთქვათ, პირველი გეგმა სამყაროს, პირველი. აჰა, აქ ნახეთ რა ხდება. მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ რაღაცა იცვლება თქვენ ცხოვრებაში. ნამდვილად იცვლება, ნამდვილად რაღაცა თქვენ როგორ ხართ, იცით? თითქოს ის რაც უნდა წავიდეს, ნახეთ როგორ მინდეს. კი, შეიძლება დიდხანს აჩერებდეთ თქვენ გულში რაღაცა პრობლემას, ხო? ნუ ჩვენ აქაც გვაჩვენეს, რომ დიდი ხანია ადამიანი რაღაცას აჩერებდა. ეხლა მოდის რა გეგმა აქვს რა? და გამშვიდოს, გაგასუფთავოს. აი თუ დაუშვოთ თქვენ რამე პრაქტიკებს გადეხართ, თუ დაუშვოთ რამე, აი სტაბილურობას, რაღაც სტაბილურობას გჩუქნის თქვენ სამყარო. თქვენ გექნებათ დრო და საშუალება კარგად დაფიქრდეთ და გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება და აი ეს როგორც ხო იცით, რომ აი დაუშვოთ ახლა როცა თქვა ცუციზმარს ნახავ, წყალს უნდა გაატანო, ხო? აი აქაც თითქოს თქვენ გექნებათ საშუალება, რომ თქვენ მაქსიმალურად ის, რაც უკვე თქვენ არ გჭირდება, წყალს გაატანო, თქვენი ფიქრები, ნუ ეს ასეთი ალეგორია, ხო? როცა ნამდვილად, აი თითქოს როგორ არის, იცით, აი გაჩერებენ და რაც უნდა იყოს შენთან, ის დარჩება და რაც უნდა წავიდეს, ის წავა რა. იმიტომ რომ აი პირველი რაც მოდის, რაღაცა განწმენდა მიდის თქვენი შინაგანი, თქვენი, ანუ შეიძლება даже შეიცვლებით. აბა ვნახოთ კიდე, აბა მითხარით, კიდე აქ რა შეიძლება იყოს. კი. ნამდვილად თქვენ უკვე როგორ ხართ, იცით, შეიძლება თქვენ აქ დაგჭირდებათ ვინმეს დახმარება, იმიტომ რომ აქ რა არის, იცით, ადამიანი აი დაფიქრდებით. აი თითქოს 4-იანი მეოთხე ენერგია ეს არის, რომ ცოტა შეჩერებაც არის რა, შესვენებაც არის. ეს არის, როცა მე მინდა, ანუ აქ პრინციპში ადამიანი კმაყოფილი არის იმით, რაც მას აქვს, იმიტომ რომ წავიდა, დაამუშავა, ნახეთ, დაამუშავა ვიღაცის დახმარებით, დაამუშავებ თქვენ იმ დრო წყალი ახლა იმის მიუხედავად პენტაკლების მასზე აქ არის წყალი ეს არის ემოცია, ხო? ამიტომ აქ არის უკვე ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ადამიანს რაღაცა აწუხებდა, ნახეთ, აქაც 5-იანში შეხედეთ, გოგოს აქ ეს თასი და თასიდან წყალს აქცევს რა. ანუ ჩემი ყველა ნეგატიური რაღაცა თქვათ ემოციები, ანუ რაც მე უკვე აღარ მჭირდება, მე მაგას გამოვდევნებ, ასე თქვათ, ჩემიდან და გავსუფთავდები, იმიტომ რომ აქ ვიღაცის დახმარებით შეიძლება თქვათ ვინმეს მიმართავთ თუნდაც, ხო? და დაიტოვებთ თქვენში მხოლოდ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ რა. იმიტომ რომ ეს მაგრამ აქ ვიღაცას შეიძლება მიმართავ დაუშვოთ ახლა, იმიტომ რომ საერთოდ ეგეთი რაღაცები ძალიან ძნელია, რომ შენ აი რანაირი მაგარი არ უნდა იყო, დამიჯერეთ მე ახლა მთელი ცხოვრება ჩემით რო ვამბობ ხოლმე, რომ ჩემით გამომყავს ყველა სიტუაციებიდან ჩემი თავი და ალბათ არის ზოგჯერ ეგეთი პერიოდი, როცა შენ თვითონაც უნდა იმუშაო და შენ თვითონ უნდა ეძებო პასუხები, მაგრამ ყველაზე კარგი არის, როცა შენ ყავს ადამიანი, რომელიც შენზე ძლიერი, შენზე გამოცდილი, ხო? ვინც შენ დაგეხმარება და აი მეც რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნორმალური სპეციალისტს, ყავს თავისი მენტორი, თავისი მასწავლებელი ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი
გამოცდილებით არის და აი ნამდვილად ვიცი რომ ამ ეხლა სადაც ვარ და ვისთანაც ვარ ის უფრო მეხმარება ჩვენ ყველას ვჭირდება მთელი ცხოვრება რაღაცა ესეთი ადამიანი რომელიც ჩვენ ესეთ საჭირო დროს, საჭირო სიტყვას გვეტყვის და იმით ჩვენ აი უფრო აი მართლა ვსუფთავდებით რა. და აი აქ ეს სიტუაცია ნამდვილად თქვენ გელოდებით. შემდეგი კიდე რა გეგმა აქვს? აჰა, გეგმა. ნუ რა გეგმა და არის აქ მამაკაცი. ეხლა ეს ჩვენ ეხლა так, ნახოთ აბა ეს მამაკაცი ახალია, ძველია, რა ხდება მაგასთან თუ დაუშვათ როგორც ენერგია წავიკითხოთ, აქ არის როგორ თქვენ იმოქმედებთ, აი თითქოს ნახეთ, აი სხვანაირად რა, უფრო მეტი ძალა გექნებათ, უფრო მეტი სურვილი გექნებათ რამე გააკეთოთ, მაგრამ ჩვენ მაინც დავამოწმოთ, ვკითხოთ ეხლა რას გულისხმობენ აქ მაღალი ძალები, ეს ახალი მამაკაც გჩუქნიან თუ ეს თქვენ ხართ, აბა ვნახოთ. აჰა, აი ქალი იჯდა ბეცელო და ამას ქვია ზუსტად. აქ არის ნახეთ როგორი მომენტი, შეიძლება თქვენ დიდი ხანი არ ყავდეთ, თქვათ ეხლა პარტნიორი, ხო? შეიძლება თქვენ აქ ნახეთ რა ხდება, აი ცოტა როგორი თემა წამოვიდა შეხედეთ. საერთოდ ხმალების დედოფალი, ანუ გონებაც არის, ხო? ანუ როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა უკვე შევცვალო სიტუაცია, ხო? შევცვალო. ამიტომ აი აქ თუ დაუშვოთ თქვენ ხო გეუბნებით ან ფიქრობდით თქვენ ცხოვრებაზე, ხო? რაღაცა ანალიზს აკეთებდით რა. გადაწყვეტილებას იღებდით, რომ მე აღარ მინდა უკვე თქვათ, აი რთული სიტუაცია, მძიმე და ეს შეიძლება იყოს დიდხანს, შეიძლება თქვენში იჯდა როგორი თემა, იცით რომ აი თქვათ მეშინია მარტო დავრჩე. დაუშვათ მირჩევნიის ძველი ურთიერთობა, ვიდრე თქვათ ეხლა კიდე ვაი თუ იმას დავკარგავ და დავშორდები და სხვა არავინ არ შემოვა ჩემ ცხოვრებაში. ზოგჯერ ადამიანები არიან ძველი ურთიერთობაში ხვდებიან, რომ ეს ურთიერთობა დასასრულებელია, მაგრამ არიან, იმიტომ რომ შიში აქ მარტო არ დავრჩე. გაიგეთ, მარტო არ დავრჩე, მაგრამ აი აქ თქვენ რაღაცა პერიოდი გამოიარეთ რა. კი, ისწავლეთ აქ რაღაცა გამოიარეთ, რაღაცა პერიოდი და ან დიდი ხანი იყავით მარტო. კიდე ნახეთ ეს მომენტიც იყოს და თქვენ სამყარო გიგზავნით ახალ მამაკაცს. იმიტომ აქ მე ვერ ვხედავ იმას ამ წუთში, რომ თქვათ ეს თქვენი არის განახლებული, ვერ გეტყვით მაგას. ნამდვილად კარტი მაგას მე არ მაჩვენებს, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ შეიძლება კიდე ურთიერთობა შეიძლება პაუზაზე დააყენოთ თქვენ იმისთვის, რომ მინდა მჭირდება დრო, რომ რაღაცა კიდე ნუ გავიგო, ვისწავლო. არის ეგეთი მომენტიც რა, ნუ არის რა. ვისაც ეს ინფორმაცია იღებს, ის ხვდება მე რასაც ვამბობ რა. კი, მართალი ვარ. იმიტომ რომ უკვე მოვიდა დრო, რომ რო იმოქმედოთ რა, ანუ თქვენთვის სასარგებლოდ. კიდე, აჰა, ეხლა უკვე ნახეთ. აქ მე დარწმუნებული ვარ, აი ნახეთ, აქ დედოფალი პენტაკლების, აქაც დედოფალი პენტაკლების. ნახეთ. არ გამოვრიცხავრო თქვენ ნამდვილად, აქ უფრო ნახეთ პენტაკლების დედოფალში გადადიხართ, იმიტომ რომ კიდე ნახეთ აქ შეიძლება თქვენ კიდე აჩვენოთ თქვენი დიდოსტატობაც, ეგაც არ გამოვრიცხა, რაღაცა ქმედებაც, იქნებ თუ არ მოქმედებდით, კი იქნება ესეც. აქ თქვენ გეგმებში აქვს თქვენზე სამყაროს ის, რომ თქვენ უნდა გახდეთ აი ესეთი ქალი, რომელიც აი სიუხვეთ სავსე. ნახეთ აქ როგორი ლამაზე დედოფალი არის და ამას აქ ნახეთ პენტაკლი თავზე და ანუ ეს არის რა, თქვენ მიიღებთ დიდ ნაკადს, ფინანსური ნაკადი თქვენი შეიცვლება, თქვენ გახდებთ ისეთი ქალი, რომელსაც ნამდვილად აი დაუშვათ აქ თქვენ ხო შეიძლება თქვა ბევრ რამეზე უარსაც ამბობდით, გაიგეთ? და აქ
თითქოს ვიღვიძებ, რაღაცა ახალი დაწყებაც არის რა, ახალი ქმედებები და იმიტომ რომ აქ თქვენ უკვე გაძლევთ სამყარო იმ საშუალებას, რომ თქვენ ნამდვილად მიიღოთ სიუხვე სამყაროდან, ნამდვილად აქ კიდე ნახეთ, დიდი ხანია შეიძლება ფიქრობდეთ თქვენ გათხოვებას, მაგრამ არ იყო, შეიძლება ზოგი შვილების გამო ამბობდნენ უარს, ნახეთ, შვილების გამო და ეხლა გამოჩნდება მამაკაცი, გამოჩნდება და თქვენ გეძლევათ აქ საშუალება რომ გაახდეთ აი ეს ну გათხოვდეთ, ეს არის სულმცირე, მაგრამ ის რომ თქვენში სამყარო ხედავს შეძლებულ ქალს, ანუ რესურსიან ქალს, იმას რომ ქალს, რომელსაც აი შეუძლია ყველაფერი და ანუ დაიმსახურა ყველაფერი და ამიტომ გაჯილდოვებს რაღაც ნახეთ სიუხვით. შემოდის ნაკადის, შემოდის ფულის ნაკადი, კი? კი ბატონო, თქვენ აქ ძალიან იცით როგორი მომენტი არის, აქ თითქოს თქვენ შეცვალეთ, აი განულდით რა, შეცვალეთ მიდგომა, ანუ შეცვალეთ თუნდაც მამაკაცის შესახებ, აი როგორ არის, იცით, როგორი ენერგია არის, შეიძლება დაუშვათ გქონდათ სულ თქვათ იმისი ფიქრი, რომ მე შემიძლია ბედნიერი ვიყო მაშინ, როცა ჩემ გვერდით არის მამაკაცი. დაუშვათ პარტნიორი, მოდი ასე დავარქვათ, ხო? ხო, გოგოები მეკითხებოდნენ, ვიღაც მესიჯი იყო, მადლობა, რომ წერთ საერთოდ მადლობელი ვარ, მადლობა თქვენ, რომ უკავშირს მაძლევთ. ანუ თუ დაუშვათ მამაკაცი, ან ჩემზე დიდია, ან ქმარია, მე როცა ვამბობ პარტნიორს და თუ რეზონირდება, ესე იგი ეს არის თქვენი მამაკაცი, ხო, თქვენი პარტნიორი. აი ეს გაითვალისწინეთ, რომ მე აქ არ ავყოფთ პატარა, დიდია, კი ზოგჯერ გვაჩვენებს ჩვენ იმას რა ქვია, რო თქვათ აი ან პატარა ძალიან, ან დიდი, კი, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და მაინც როცა ვამბობ პარტნიორი და გაითვალისწინეთ, რომ ეს არის არა აქვს მნიშვნელობა ქმარია, თუ რეზონირდა, ესე იგი ქმარია. ხო. ამიტომ ახლა აქ ნახეთ რა გეგმები თქვენზე სამყაროს აქ. აქ იცით რა არის, თითქოს მიდის ანუ განულდებით თქვენ, იცით რაღაც დავისუფლდებით თქვენ რაღაც შეიძლება ადამიანისგან, ხო? რასერებით. აი მე რა მომდის, იცით რა, თითქოს იმედი, აი თქვენ თუ დაუშვათ გქონდათ იმედი იმისი, რომ თქვათ მე მარტო შემიძლია ვიყო ბედნიერი და მხოლოდ თუ იყავით კიდე ნახეთ დამოკიდებული თქვენ მამაკაცზე, ხო, დაუშვათ ფინანსურად, თუნდაც აქ სიტუაცია იცვლება. იმიტომ რომ შეიძლება კიდე ნახეთ რა ხდება. თქვენ იღებთ რამე, თქვათ, ან ცვლით პროფესიას, ან სამსახურში გადეხართ, შეიძლება დაუშვათ დიდი ხანი იჯიქით სახლში. ან ისეთ სამსახური გქონდათ, სადაც არ იყო ესეთი ანაზღაურება, რომელიც თქვენ მოგწონდათ და გჭირდებოდათ. ну თქვათ ახლა, ანუ ზოგი კიდე არის ურთიერთობებში, იმიტომ რომ თქვათ დაუშვათ, ну რაღაცა ელოდებიან თუნდაც, ან შეიძლება თქვათ ну შვილები დაუშვათ ყავთ და ეს მამაკაცაც მაგას რაღაცა ცვლილი აქვს რა ამ ოჯახში თქვათ, ხო? მაგრამ უნდოდა უკვე დასრულება, იმიტომ რომ უკვე მაინც ყველა ანუ როგორ არის აქ ხა თუ დაუშვათ ოჯახი ან ურთიერთობა, აქ თითქოს უკვე გრძნობაც დამთავრდა. ანუ არ არის აქ ხლა ისეთი გრძნობა, როგორც გქონდა, იმიტომ რომ აქ ხა ხმალების დედოფალი, ნახეთ როგორ პოზაში ზის ოცნებობს, ხო, იმის მიუხედავად რომ ხმალი უჭირავს ხელში, აქ ნახეთ ყვავილები, ანუ ყველა ქალს უნდა ბედნიერება ქალური, ხო? უნდა, იმიტომ რომ რანაირი ცივიც არ უნდა იყოს, ხო, გულში, ესე იგი ქალი მაშინ არის ცივი, როცა უკვე და ცივად ექცევა თუნდაც თავის პარტნიორს, როცა უკვე ნამდვილად იმ მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა თავისი საქციელით და ქმედებით, რომ უკვე მისი გული გაცივდა. იმიტომ რომ ქალი, რომელიც სულ ყველაფერს თავის მხრებზე ათრევს, ადრე თუ გვიან ამოუვა ყელში. თუ დაუშვათ ფინანსებიც მაგაზე, რჩენა მაგაზე და მამაკაცი არ აჩენს არანაირად თქვათ
თქვათ მონაწილეობას არ იღებს, ან იმას შეიძლება გონია რომ მე ვიღებ მონაწილეობას და გოგო, ну, დიდი ხანია ქალებს შეუძლია რომ ეს აიტანონ, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც გაიქცევიან ამ ურთიერთობიდან რა. ანუ ხა არიან ცხოვრებლები, რომელიც ზიან ხა და რაღაცას ელოდებიან, მაგრამ აი აქ მე ვხედავ რომ რაღაცა განულება მოხდა, როცა ადამიანი ხვდება რომ არა, მე თვითონაც შემიძლია რაღაცა ან შევცვალო ჩემ ცხოვრებაში, ანუ გამარჯვებული ხარ, გაიგეთ, შეიძლება რაღაცა სამსახურიც ესეთი შემოგთავაზონ, რომელიც თქვენ მოგცემთ აი ამ საშუალებას, რომ თითქოს აი სხვანაირად შემიძლია, თქვათ, მე ვიყო. კიდე თუ გქონდა თქვენ დაუშვათ რაღაცა პერიოდი, რომ თქვენ ცოტა მატერიალურზე არ იყავით კარგად, აქ თქვენ რაღაცა თქვენი ქმედება, თქვენი მისწრაფება, ასე რომ ვთქვათ, ნამდვილად თქვენ მოგცემთ იმ საშუალებას, რომ თქვენ გექნებათ, ანუ თავისუფლება, ქალი აქ არის даже, როცა აი რაღაცნაირად თავისუფლებას იღებთ, გაიგეთ, ან თავისუფლდებით თქვენ რაღაცა იმ მომენტებიდან, რომელიც თქვენ გაწუხებდნენ. კიდევ ნახოთ, რას გაძლევენ. აჰა. აქ ნახეთ კიდე როგორი სიტუაცია გვაქვს ჩვენ, კიდე რას გეგმებს. თუ დაუშვოთ თქვენ იყავით ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვათ, აი აქ ყველაფერი პრინციპში არის და მოდის რა ეს ინფორმაცია, რომ ფიქრობდით, რომ აი არ ვიცი, რთული სიტუაცია მაქვს, ვინ დამეხმარება, აი აქ სულ რაღაც ამაზე მოდის რა. ალბათ გჭირდებოდა თქვენ რაღაც დახმარება. იმისი რომ რთული სიტუაცია მინდა გამოვიდე, მაგრამ ზოგჯერ ნახат გადაწყვეტილება კი მივიღე, მაგრამ არ ვიცი ხა სწორია თუ არა და ზოგჯერ გჭირდება ჩვენ თუნდაც ვინმეს სიტყვა, ვინმეს დახმარება, ვინმეს მონაწილეობა ჩვენ სიტუაციაში, რომ აი ნამდვილად სწორად იქცევი და აქ თითქოს ნახat ეს გოგო გამოდის ხა წყლიდან ემოციები, ხო და აძლევს ამას ამ პენტაკლებს, რომ კი ნამდვილად შენ სწორი გზით მიდიხარ, დაგეხმარებით მაქსიმალურად, იმიტომ რომ ხუდიანებში ჯდომა ძნელია ძალიან, მაგრამ აქ არის შველა, აქ ახლა ხო გითხარით, რომ უეჭველი ახლა არჩევანი გექნება თქვენ, როგორ რანაირად მშვიდად გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, გაიგეთ? რაღაც მომენტები არის, აქ თითქოს, შეიძლება ფინანსური მდგომარეობა თუ გქონდათ ცუდი დაუშვათ და არ იცოდეთ რა გააკეთო, რა არჩევანი გავაკეთო, თქვა, აი სამსახური, ხო ხდებით ერთი და იგივე მოდის, უბრალოდ აი ასე დალაგდა ეს სიტუაცია და გვეუბნებიან, რომ კი ნამდვილად გამოსავალი იქნება აუცილებლად და ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, დასრულდება რაღაცა პერიოდი თქვენი ცხოვრების, თქვენ გადიხართ ამ ტრანსფორმაციას, როგორ, აბა, შედეგი. ძალიან კარგი შედეგი. გითხარით, აი არ შეგეშინდეთ, ერთი რამე მინდა გითხრათ, როცა ერთი კარები იკეთება, მეორე გაიღება, ხო? აქ მთავარია, არ უნდა გქონდეთ თქვენ ის მომენტი, რომ მე ვარ ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე მეშინია რომ დავრჩები მარტო რას ვიზავ, მარტო რანაირად ვიქნები, როგორ გეშინიათ ამისი, იმიტომ რომ თუ არის კიდე მესმის ზოგს აწუხებს რა სიტყვიან ხალხი, ზოგს აწუხებს ის რომ დაუშვათ შვილების მამა, ზოგს აწუხებს კიდე 1000 რაღაცები, მაგრამ თქვენ თვითონ თქვენს თავზე იფიქრეთ. მე ყოველთვის მაგას გეუბნებით, რომ თქვენ თუ იქნებით ბედნიერი, როცა იქნებით ბედნიერი, ყველა იქნება ბედნიერი და ნახat რამხელა ცვლილება მოდის აქ ვიღაცას ნამდვილად მეგობრებიც დაეხმარებიან და ტრანსფორმაციაში შედიხარ, იცვლება სიტუაცია რა, იცვლება და უკვე თქვენ ნამდვილად აქ ზოგს ახალი ექნება ურთიერთობა ნამდვილად და აქ ტრანსფორმაცია იმისთვის არის, რომ თქვენ კარგად იყოთ, თქვენ აქ მარტო არ დარჩებით, ხო გეუბნებით, ზოგი შეიძლება და ახლა ჩემთან მაგალითად გოგოები კლუბში რო შემოდიან, აი ეგრევე რაღაცა, აი ბევრს უთქვია, რომ თქვა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ტექნიკები არის, ბევრი რაღაცა მედიტაცია, რაღაც მომენტები, თუნდაც ახლა მიმოწერები და რა ასე შემდეგ. ანუ
აქ არის ნამდვილად სხვა სივრცეში ხვდები, გაიგე და ეს სივრცე შენ გაძლევს საშუალებას, რომ შენი ცხოვრება უფრო უკეთესი გახდეს რა, იმიტომ რომ იქ შეიძლება შენ შეხვდები ადამიანებს, რომელიც შენ ნამდვილად გაგიგებენ, ხო? და როცა შენ ანუ აქ არ შეგეშინე აქ ტრანსფორმაციას გაევლი და ნამდვილად შეიძლება ზოგი ახალ სიყვარულსაც შეხვდება. ნუ თუ თქვენ ახლა დამიწყებთ იმას, რომ არა, არ მინდა ძველი ჩემი ძველები, ნუ იჯექით ძველთან არავინ და თუ თქვენ ახლა დაუშვათ ახლა გძნობთ, რომ არაფერს, აი როგორც ქალი, თქვენ იქიდან ვერაფერს ვერ იღებთ, თქვენ ვერ გრძნობთ თავს, აი კარგად ბედნიერად, ხო? და გააქვთ ეს ძველი დადგენილებები, ხო? ანუ რა ვქნა ყველა მასია, რა ვქნა წვალობ, რა ვქნა შვილების გულის, რა ვქნა ამის გულისთვის, ეს თქვენი არჩევანია. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია, ნუ რა ვის, ნუ დააბრალებთ, ნურც პარტნიორი გეხმარება თქვენ იმაში, რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს გაიღვიძოთ და დაიწყოთ თქვენზე ფიქრი, ხო? თუ მასე გექცევა, თუ უხეშობს და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ ცდილობს ადამიანი, რომ ბოლოს და ბოლოს შენ თავს შეხედო სხვანაირად და შეიცვალო რა. ისევ შენთვის სასარგებლოდ. ნუ ეს როგორ გესმით თქვენ, ეს უკვე სხვა თემა არის რა. აი ასეთი ცვლილებები გელოდებათ ნამდვილად, აი ნახეთ ვიღაცას მართლა ახალი სიყვარული ელოდება სრულიად. ნუ ვიღაცასთან დაბრუნებაც. სხვათა შორის აქ დაჟე რა არის ეს მე რას გეტყოდეთ. აქ დაჟე დაბრუნება კი არა. აი შეხედეთ, აქ ხალ ისეთ ენერგიებში გადის, რომ შეიძლება პირიქით ხელი დაუკნიოს იმას, რაც უნდა წავიდეს თავს ვატყველებდე, იმიტომ რომ ადამიანი კი ბატონო, ახლა შეიცდება მაქსიმალურად, რომ რაღაც თქვათ, ახლა იცით რა არის, ახლა რა თქმა უნდა პარტნიორს ყოველთვის აქვს, ნუ ინტუიცია, ახლა კარგი. ახლა მარტო ქალებს კი არა, კაცებსაც. და როცა ხვდება, რომ დაუშვათ რაღაცა იცვლება აქ ქალში, ის მაქსიმალურად რაღაცა შეეცდება, ნუ მაქსიმალურად მისთვის მაქსიმალურად შეეცდება, რომ რაღაცა თქვათ დააბრუნოს, თქვათ სიტუაცია თუ მით უმეტეს ახლა ნუ კარგად გრძნობს თავს, ახლა აქ ქალი ყველაფერს თავის მხრებზე აიკიდა და ათრეს და ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ როდესღაც ხო შეიძლება იყოს კარგად ყველაფერი, ხო? აი კიდე და კიდე ცოტა და იქნება, მაგრამ ნუ ეს არა, ეს არის თვითმოტყუება რა. და აი აქ ახლა ქალი უკვე ნამდვილად მიხვდება, რომ всё, მე ვარ აქ იმპერატრიცა, მე ვარ აქ ის ქალი, რომელიც всё გადაწყვეტილებას ვიღებ, იმიტომ რომ მე მინდა ნამდვილად სიყვარული, მე ვარ ღირსი იმის, რომ აფასებდნენ, მე ვარ აი ტრანსფორმაციას, ნახეთ როგორ გადის, აქაც ტრანსფორმაციას გაჩვენებენ, აი თითქოს გადაწყვეტილებას ვიღებ, მეშინოდე შეიძლება, მაგრამ ვიღებ გადაწყვეტილებას და ნამდვილად ნახეთ როგორი წინსვლა ელოდება და ნამდვილად შეიძლება მე არ გამეკვირდება, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება ამ 13 თვის განმავლობაში გაიცნობთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად თქვენ ერთად იქნებით ძალიან ბედნიერი. ასეთი გაშლა იყო ჩემო ლამაზებო, გელოდებით კომენტარებში, აბა მომწერეთ თქვენი აზრები, მე ძალიან მიყვარხარ და მადლობა რომ ჩემთან ხართ ისევ და ისევ.